მინდა საქართველოს მიულოცო და მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევა და როგორც თქვენ თქვით გიორგი უსურვოთ მეუფეს ვამბობ ჯერ კიდევ პატრიარქ შიო მესამეს აი იმ დიდი ტვირთის და ჯვარის ღირსეულად ზიდვა, იმიტომ რომ ამას თითოეულ ჩვენგანისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მიწვეული არ ყოფილვარ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ისე მოხდა რომ როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობა უკვე აღარ იყო სათანადო დონეზე იმ პერიოდიდან მოყოლებული ძალიან ასე ვთქვათ მიმცირდა და შევამცირე. იზოლაციის ბადეში თქვენც მოხვდით ძალიან ბევრი ესე ვთქვათ კეთილისყოფელის მსგავსად მისი უწმინდესობა ილია. თუმცა გარედან საინტერესო საყურებელი იყო და დაკვირვებისთვის კიდევ უფრო ასე ვთქვათ მეტ შესაძლებლობას იძლეოდა და თვითონ ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მახსოვს როდესაც ილია მეორეს აღსაყდრება მოხდა კათოლიკოს პატრიარქის ტახტზე მაშინ გადაღებული ფილმი მე ეს ფილმი ახლად გადიოდა ხოლმე პერიოდულად მაგრამ მაშინ ჯერ არ იყო ის გავრცელებული ერთგვარ აკრძალულ ფილმათაც მიიჩნეოდა და რაღაც დახურულ საზოგადოებებში და მცირე მაყურებელთან ხდებოდა ამის ჩვენება და მეც მომეცა შესაძლებლობა ამის ნახვისა და მახსოვს რომ მაშინ ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამან და რაღაცნაირად ესეთი ღელვით მოველოდი ახალ ასე ვთქვათ ამდაგვარ მოვლენას უკვე ნახევარი საუკუნის შემდგომ და ასე როგორი სკეპსისიც არ უნდა ქონოდა ადამიანს რაღაცნაირი მიჯაჭვულობა დღევანდელი ასე ვთქვათ აი ამ ცერემონიალური ნაწილისადმი რომელიც არ არის მხოლოდ ცერემონია და რეალურად არის ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო რიტუალი და სულიწმიდის ერთ-ერთი ასე ვთქვათ გამოვლინების ადგილი და შემთხვევა ვადევნებდით თვალყურს დიდი მღელვარებით. მოულოდნელი შედეგი ალბათ არ იყო, იმიტომ რომ წინა პერიოდმა რაღაცნაირად უკვე გამოაჩინა, რომ გამოკვეთილი უპირატესობა ჰქონდა ამ სამი კანდიდატიდან მეუფე შიოს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რაზედაც ბევრი ვინმე საუბრობს, რომ ეს არ არის ისეთი უპირატესობა, რომელიც რაღაც აბსოლუტურ მხარდაჭერას ნიშნავს და მე მინდა ყველას უთხრა, ვინც რაღაცნაირად ესე ხვდებოდა მტრულად ამას, რომ რამოდენიმე კანდიდატი ენჯერ ერთიას განსაზღვრულია იმ მართვა-გამგეობის დებულების უნდა ყოფილიყო აუცილებლად, მაგრამ განსხვავებები კონკურენცია მნიშვნელოვანია. იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამონათებდნენ ხალხს რომ როგორ გაბედეს რომ ისინი მონაწილეობდნენ, აბულინგებდნენ თუ რა ვიცი, ხო. ანუ ანათემას გადასცეს თავის. დიახ, იყო ასეთი შემთხვევები, რაც რაღაცნაირად ჩრდილს აყენებდა ამ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, იმიტომ რომ რაღაცაში ცოტა მეტად უნდა გაერკვე ადამიანი, როდესაც გინდა რომ ასეთ თემებზე აზრი გამოთქვა. და თავისთავად ის რომ ამ პროცესმა გამოაჩინა რამოდენიმე მღვდელმთავარი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა როგორც კანდიდატებმა, მეუფე იობმა, თავისი ასე ვთქვათ მიმართულებით და სამონასტრო მიმართულება მისთვის ერთ-ერთი გამოკვეთილად ძლიერი მხარეა, მეუფე გრიგოლმა, რომელმაც ასე ვთქვათ საგანმანათლებლო კუთხით გააჩინა ასე ვთქვათ თავისი მიმართულება დღევანდელ ქართულ ეკლესიაში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. თავად მეუფე შიო, რომელიც აი ამ მოსაყდრეობის ტვირთითაც და მოსაყდრეობის ასე ვთქვათ გაყვალული გზით შემოვიდა ამ კანდიდატობაში და იყო კიდე კანდიდატები, რომლებსაც საზოგადოება ისურვებდა, ხო, რომ ყოფილიყვნენ წარმოდგენილი მეუფე დანიელის სახით, რომელსაც საკამათო იყო, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ასაკის გამო მოხდა მისი ასე ვთქვათ გამოთის
თუმცა მე ასაგის და დიპლომის ორივე შემთხვევაში. მაგრამ დაკონკრეტდა და მეუფე ისაია, რომლის მონაწილეობის სურვილი ჰქონდა ძალიან ბევრ ადამიანს და მეც ვიყავი მათ შორის, როგორც მეუფე დანიელთან მიმართებაში, ისე მეუფე ისაიასთან მიმართებაში და კიდევ უფრო შეიძლება საინტერესო ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ თავისთავად ის რომ ამდენი მღვდელმთავარი დაინახა და გაიცნო ქართულმა საზოგადოებამ, უფრო ახლოს და ამ პროცესმა მოგვცა ამის შესაძლებლობა. რაღაცნაირად მე ვფიქრობ, კარგია და იმედის მომცემია სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ არა ერთმართველობა, არამედ მივიღოთ მართლაც სინოდალური მმართველობა, აზრთა ურთიერთგაცვლა, შეთანხმებულობა და ამ განსხვავებულთა შეთანხმებულობაში ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, რომელიც უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, გამოწვევა იყო ყოველთვის და ალბათ არის დღესაც. ამ ბოლო ნაწილით დავიწყებ. როგორც ვიცი, ხვალ საშვების სისტემა არ მუშაობს და უკვე ჩვენი სურვილით შეგვიძლია მივიდეთ. ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი ინფორმაცია მაქვს და ჩვენ ვაპირებთ. ხო, ძალიან კარგი თუ ეს. წავიდეთ. რაც შეეხება რა უნდა იყოს, თუმცა მიწვევა თავისთავად იქნებოდა გარკვეული აქტი ჩემი აზრით და ეს იქნება ნების გამოხატულება თავად ახალარჩეული პატრიარქი. როდესაც ილია მეორის გზის გაგრძელებაზე ვლაპარაკობთ, ილია მეორე იყო სწორედ ამის ცოცხალი მაგალითი ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ გიგი მაშინ ხელისუფლებაში იყო, მე ოპოზიციაში ვიყავი და პატრიარქთან ურთიერთობა ჰქონდა აბსოლუტურად თანაბარი და ყოველთვის ასე იყო. იქ არ ხდებოდა ასეთი გარჩევა და საერთოდ წარმოუდგენელია, ხა ეკლესიის შვილი ვართ ყველა სულიერი შვილები და ამის დაყოფა რაღაცა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური შეხედულებებით ეს შეუძლებელია, ეს ჩვენი პერსონალური მიმართება უფლისადმი ვინმე რაღაც ჩარჩოში აქციოს. ინსტიტუციას რაც შეეხება და ინსტიტუციის როლი მართლაც გამოკვეთილად მნიშვნელოვანია და ქართული ეკლესია შეუძლებელია გულგრილი იყოს და ცუდი გაგებით ნეიტრალური იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ, რომელიც თქვათ სახელმწიფოსთვის შეიძლება ითქვას სახელმწიფოდ შედგომის ტოლფასი ამბები იყოს და შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ველოდებით რომ ეკლესია გადამწყვეტ მომენტში, მნიშვნელოვან მომენტში თავის ავტორიტეტულ სიტყვას იტყვის და კათოლიკოს პატრიარქს, ახალ კათოლიკოს პატრიარქს მე უკვე შიო მესამეს სწორედ ამ მიმართულებით ექნება ნაბიჯები გადასადგმელი აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში რომ არის, როდესაც სასულიერო პირობას თავაზობენ გრიგოლ ხანძთელს და ის ცნობილი სიტყვები, რასაც ამბობს და მე სხვადასხვა მოდიფიკაციით ვიმეორებთ, ხო, ყველანი ამას რომ ვხედავ პატივს და პატიჟისაგან მეშინის. ეს არის უზარმაზარი პატივი მართლაც გამორჩევა და 142-ად ყოფნა და რამხელა ისტორია აქვს წინ, ხო, წმინდანი პატრიარქები იქნებიან თუ ჩვენი სხვა მოღვაწეები, მაგალითად გრიგოლ ხანძთელი მოწამე არ იყო მოღვაწე, ხო, მოღვაწე და მოწამე პატრიარქებით ვართ საქართველოს ისტორიაში, შეიძლება ითქვას განებივრებული ბრჭყალებში ვამბობთ. ბოლოს წმინდა ანდრია სამოციქულო ტახტზე დიახ, ხო, ამაზეც ალბათ ზოგმა თქვა რომ სიჩქარეთ და შეიძლება თქვათ რომ ეს ასეა, მაგრამ მე მაგალითად ნამდვილად მირჩევნია რომ ანდრია პირველწოდებულის დღეს ხდებოდეს ინტრონიზაციის აქტი, ვიდრე ვთქვათ თუნდაც 17 მაისს ან რაღაც ესეც, იმიტომ რომ ისტორიულად ესეც ნიშანია სწორედ და გაგრძელება არის აი იმ მოციქულთა შემოსვლის გზისა საქართველოში და მე ერთი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთი გულშემატკივარი ვარ ამ ეკლესიის შესაბამისად აბსოლუტურად გულშემატკივრული დამოკიდებულება მაქვს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის მიმართ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემი ეკლესია იყოს ძლიერი, მე მინდა რომ ჩემი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყოს ჩვენი კვლავ იდენტობის საყრდენი და სახელმწიფო
თანამედროვებრიობის საფუძველი და ნუგეშ ჩვენ ხედავდეთ აქ, იმიტომ რომ გაჭირვებული ადამიანი ბევრია ქვეყანაში და ამ გაჭირვებულ ადამიანებს ყოველთვის უნდა ეგულებოდეთ ფარად, ნუგეშად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მადლობა.